მოგესალმებით, ძვირფასოვ სვენელებო. ეს არის ჩვენი გადაცემა რადიო კასპის ხმა. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ქალბატონ მარიამ გოგლიძესთან, რომელიც არის მეწარმე, წარმატებული ქალბატონი. ახლა ჩვენ ვართ მის შოურუმში. და მოგესალმებით ქალბატონო მარიამ, პირველ რიგში გისურვებთ წარმატებებს თქვენი საქმეში, პროფესიულ განვითარებას. ნამდვილად мотивация ხართ სხვა ქალბატონებისთვის. ჩვენს მუნიციპალიტეტში აკეთებთ კარგ საქმეს ქალბატონებისთვის, რადგან ადგილზე შეუძლიათ მიიღონ სხვადასხვა მომსახურება. გთხოვთ რომ ამაზე დეტალურად ვისაუბროთ და უპირველესად გაგვეცანით თქვენი თავი, რა საქმიანობთ, საიდან წამოვიდა ეს იდეა. მოგესალმებით პირველ რიგში, დიდ მადლობას გიხდით რომ მესტუმრეთ. ჩვენი მაღაზია მდებარეობს ქალაქ კასპში, მერაბ კოსტავას 5 ნომერში. საქორწილო და სადღესასწაულო კაბების მაღაზია დიადემა. მე ვარ ქალაქ გორიდან 5 წლის წინ, როდესაც მე და ჩემი მეუღლე დავქორწილდით, მეუღლე აქ ცხოვრობს. მომიწია გადმოსვლა საცხოვრებლად კასპში და მინდოდა რომ მქონოდა ჩემი საქმიანობა. გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მაზლის ცოლმა რომ ეს მაღაზია გაგვეხსნა. აღმოჩნდა რომ ზუსტად იგივე სურვილები ჰქონდა ბავშვობიდან, რაც მე მქონდა. ბავშვობიდან ვოცნებობდი რომ მქონოდა საქორწილო კაბების მაღაზია და ესე ავისრულეთ ეს სურვილი. მარიამ, ჩაგეჭრებით თუ შეიძლება, რამდენად აქტიურად მუშაობს თქვენი შოურუმი? არის მოთხოვნა? მოთხოვნა არის სადღესასწაულო კაბებზე, ბავშვის ფორმებიც გვაქვს ასევე, რა თქმა უნდა, ჩოხები გვაქვს, სადღესასწაულო კაბები და გვაქვს როგორც ყიდვით, ასევე ქირით. მოთხოვნა არის. დიახ, ასევე საბავშვო ბაღებიდან და სკოლებიდან ვიღებთ შეკვეთებს და ვკერავთ სასურველ მოდელებს. მარიამ, როგორც თქვენ ისაუბრეთ წეღან, პროფესიით ხართ კერავი, ხომ? სად მიიღეთ შესაბამისი კომპეტენცია, განათლება, თუ შეიძლება ამაზე რომ გვესაუბროთ და მოკლედ გზა იქამდე, სანამ გახსნიდით თქვენს პირად შოურუმს. როდესაც მაღაზია გავხსენით, კლიენტები რო შემოდიოდნენ, გვეკითხებოდნენ, შესაძლებელი იყო თუ არა, მოეცათ შეკვეთა და შეგვეკერა. დიახ. გადავწყვიტეთ, რომ ეს მომსახურებაც გქონოდა მაღაზიაში და აღმოჩნდა, რომ კასპის პროფესიულ კოლეჯში ისწავლება კერვა და მე ამ კოლეჯში შევედი სასწავლებლად. კასპის პროფესიულ კოლეჯში შევისწავლე კერვა და დავამატე ჩვენს მაღაზიაში ეს მომსახურებაც. ძალიან კარგია, ანუ თქვენ ეს განათლება მიიღეთ ადგილობრივ დონეზე თქვენივე ქალაქში. დიახ. და აქ მოსულ ქალბატონებს, ასევე ბავშვებს შეუძლიათ რომ მიიღონ მომსახურება სხვადასხვა სახის ტანისამოსზე. მამაკაცის ხაზის დამატება ხო არ გაქვთ სამომავლოდ გეგმაში? დააინტერესებს ალბათ მსმენელს და ამაზეც რომ ვისაუბროთ. სხვათა შორის არის მამაკაცის სამოსზეც მოთხოვნა, საქორწილო პიჯაკები და ნეფის ტანსაცმელი, ასევე ნეფის ჩოხები და ჩვენ ვაპირებთ რომ ახალი წლიდან უკვე ეს მომსახურებაც გქონდეს მამაკაცებისთვის. მარიამ, საინტერესო იქნება თქვენი მხრიდან მოვისმინოთ, გაქვთ თუ არა რაიმე სტილი, კერვის ხაზი, ასე რომ ვთქვათ, თქვენი საყვარელი. აი, რას კერავთ მთელი სიამოვნებით? ძალიან მომწონს ბავშვის კაბების კერვა. ასევე საქორწილო კაბის შეკერვის სურვილი მაქვს და რა თქმა უნდა შევკერავ აუცილებლად, მაგრამ ძალიან მინდა რომ ვისწავლო სასულიერო სამოსლის კერვა. მაქვს გამოცდილება სტიქრებს ვკერავ, საკათედრო ტაძრისთვის შევკერეთ მე და ჩემმა კოლეგამ სტიქრები სტიქაროსნებისთვის და იმის შემდეგ იყო სხვა შეკვეთებიც სტიქრებზე და ესე აქტიურად ვკერავთ სტიქრებს და დიდი სურვილი მაქვს რომ
სასულიერო პირის შესამოსლებიც შევკეროთ. დაამატოთ ესე იგი. დიახ. აქ მოსულ მომხმარებელს რა დახვდებათ ტანისამოსის გარდა თქვენ შოურუმში? უფრო დეტალურად რომ გაგვაცნოთ. ჩვენს შოურუმში გარდა იმისა, რომ გვაქვს ტანსაცმელი, სადღესასწაულო, კაბები, აქსესუარები, ფეხსაცმელი გვაქვს ასევე მომსახურება, სასურველი აქსესუარის შექმნის, მაგალითად პატარძლის თმის სამაგრები შეგვიქმნია და მარიამ, უკაცრავად, ანუ ხელნაკეთია, ხომ ეს? ასევე თაიგულები ვამზადებთ პატარძლისთვის თაიგულებს, სადღესასწაულო თაიგულებს, ასევე მეჯვარის სამაჯურებს, თაიგულებს, მაჯის ნეფისთვის ვამზადებთ ჯიბეში გასაკეთებელ თაიგულებს. ანუ ადგილზე დახვდება ტანსაცმელთან ერთად აუცილებლად აქსესუარები სხვადასხვა სახეობის. აქტიურად ვაპირებთ სექტემბრიდან უკვე გვექნება ეს მომსახურება, არა მხოლოდ პატარძლის თაიგულები, არამედ ზოგადად თაიგულები და ყვავილები გვექნება, გვაქვს ფართი, რომელშიც ხსნით ყვავილების მაღაზიას. ცოცხალი ყვავილების მაღაზიას ესე იგი. საინტერესო იქნება რომ ვისაუბროთ, რა სირთულეებს წააწყდით თქვენ, როდესაც გადაწყვიტეთ რომ უნდა გაგეხსნათ საკუთარი შოურუმი. შოურუმი რომ გავხსენით და მე რომ გადავწყვიტე რომ კერვაც მესწავლა, ჩემს მაზლის ცოლს იქიდან გამომდინარე რომ ყავს 3 პატარა, ისე აქტიურად ვერ მეხმარება, არ არის ჩართული კერვის პროცესში თვითონ? დიახ, ზოგადად მაღაზიის საქმეებში და მიწევდა მაღაზიის დაკეტვა, კოლეჯში წასვლა. ამ დროს როცა მივიდოდი კოლეჯში, ვიღაცა მირეკავდა კლიენტი ვარ და თუ შეგიძლიათ ცოტა ხნით გაგვიღოთ მაღაზია და ზოგჯერ გამოვპარულ ვარ კიდეც გაკვეთილიდან, რომ დიახ. ჩამოსულიყავი და კლიენტის მომსახურება გამეწია. მე ისე ვბრუნდებოდი და ესე 2 წლის განმავლობაში საკმაოდ შრომატევადი იყო სხვათა შორის ამის გაკეთება. თავდაპირველად, როდესაც მაღაზია გავხსენით და არ იყო იმდენი შემოსავალი, რომ აგვეყვანა კონსულტანტი, აქედან გამომდინარე, მე თვითონ მუშაობდი, მე ვიყავი კონსულტანტიც და მიწევდა მაღაზიის დაკეტვა, იქიდან გამომდინარე, რომ კოლეჯში ავსულიყავი, მესწავლა კერვა და შემდეგ ისე მოვდიოდი. ძალიან გაგვიჭირდა სივრცის მოძებნა, ვეძებდით დიდხანს ფართს, რაღაც პერიოდის განმავლობაში ვიყავით კასპი მოლში, თუმცა იქ ხალხმა არ იცოდა, იქ მხოლოდ ტექნიკა აქვთ და აქედან გამომდინარე არ მოდიოდა კლიენტი ისე. ქალბატონო მარიამ, საინტერესო იქნება მოვისმინოთ თქვენი მხრიდან, თუ რაიმე საქველმოქმედო ღონისძიებაში გაქვთ მიღებული მონაწილეობა როგორც მეწარმე ქალბატონს თქვენი ნამუშევრებით. კონკრეტულად არ მიგვიღია მონაწილეობა საქველმოქმედო ორგანიზაციებში, თუმცა საქველმოქმედო აქტივობებში, თუმცა როდესაც ჩვენ ვიღებთ შეკვეთებს საბავშვო ბაღებიდან, სკოლებიდან, არა მარტო კასპში, არამედ კასპის სოფლებიდანაც გვაქვს შეკვეთები და ჩვენ უფასოდ, უსასყიდლოდ ვუკერავთ ბავშვს, რომელსაც არ აქვს საშუალება, რომ შეიძინოს ან იქირავოს კაბა, კოსტიუმი, რაღაცა საკარნავალო. ჩვენ ამის მომსახურება გვაქვს, რომ სრულიად უსასყიდლოდ ვატანთ ჩვენს ნივთებს, ვუკერავთ კაბას, ვჩუქნით, ან ვათხოვებთ, რომ თავი არ იგრძნოს ბავშვმა დაჩაგრულად სხვა ბავშვებთან შედარებით. ნამდვილად მისაბაძია ეს ქმედება თქვენი მხრიდან და ძალიან კეთილ საქმეს ემსახურებით. მარიამ, თუ შეიძლება გაგვანდო, რამდენად დაფასებულია ეს პროფესია საქართველოში თქვენი აზრი გვაინტერესებს და რამდენად ხელს უწყობს თუნდაც სახელმწიფოც, რომ განვითარდნენ ამ კუთხით ადამიანები. სახელმწიფო ხელს უწყობს იქიდან გამომდინარე, რომ სრულიად უფასოდ
ისწავლება ეს პროფესია სხვადასხვა სასწავლებლებში, კოლეჯებში. ასევე ისწავლება სრულიად უფასოდ კასპის პროფესიულ კოლეჯში. სადაც თქვენ მიიღეთ, ხომ, განათლება? მივიღე კერავის განათლება. მარიამ, საინტერესოა ისიც გითხრათ, რამდენად გქონიათ შესაძლებლობა ან თუნდაც მცდელობა, რომ არაფორმალური გზით ეს შეიძლება ყოფილიყო რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, სათემო ორგანიზაცია, მიგიღიათ თქვენ გრანტი, ან დაგიწერიათ პროექტი, ამის შესახებაც რომ გვესაუბროთ და გაგვიზიაროთ თქვენი გამოცდილება. კარგია რომ ახსენეთ, რადგან რამდენიმე პროექტში მაქვს მონაწილეობა მიღებული და მაქვს განაცხადები გაგზავნილი და ველოდები სექტემბრის ბოლოსკენ უკვე პასუხებს. ძალიან კარგი, წარმატებებს გისურვებთ, მარიამ, იმედია დადებითი პასუხი იქნება. დიდი მადლობა. მარიამ, თქვენ წეღან ისაუბრეთ, რომ ძირითადად გყავთ თქვენ ქალბატონები და ბავშვები, რადგან მათთვის კერავთ ტანისამოს და მათთვის აქირავებთ ჯერჯერობით, იმიტომ რომ საომავლო გეგმებში თქვენთან ისახება ის, რომ მამაკაცებსაც უნდა მოემსახუროთ, რაც ძალიან სასიხარულოა. თუმცა, საინტერესოა, მხოლოდ კასპის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას ემსახურებით, თუ გქონიათ ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სხვა მუნიციპალიტეტიდან, სხვა ქალაქიდან მოდიან თქვენთან. რომ გაგვიზიაროთ ამის შესახებაც ინფორმაცია თუ შეიძლება. დიახ, კარგი კითხვაა ძალიან. ჩვენ არა მხოლოდ კასპის მუნიციპალიტეტიდან, არამედ მთელი საქართველოდან გვყავს კლიენტები. ვაგზავნით ხოლმე ჩვენს აქსესუარებს, ფატა გაგვიგზავნია, გვირგვინი გაგვიგზავნია, თაიგული ჩვენი შექმნილი გაგვიგზავნია. ყავს გორიდან კლიენტები, ქუთაისიდან ყავდა პატარძალი, ასევე ყავდა მცხეთიდან ულამაზესი ნინი, ყავდა თელავიდან პატარძალი, ყავს სხვადასხვა ქალაქებიდან. დიახ. და არა მხოლოდ პატარძალი, არამედ ჩვენ ონლაინ გაყიდვებიც გვაქვს და ესე ონლაინ იძენენ ხოლმე ჩვენგან ტანსაცმელსაც და აქსესუარებსაც. დიახ, მარიამ, სწორედ ეგ უნდა მეკითხა, როგორც თქვენ თქვით, ესე იგი, მთელი საქართველოს მასშტაბით გაქვთ შეკვეთები, რაც სასიხარულოა, რა თქმა უნდა. თუმცა ეს ინფორმაციის წყაროს საიდანაც თქვენ აწვდით, ხომ? თქვენს მომსახურებაზე ინფორმაციას, ეს არის ძირითადად სოციალური Facebook გვერდის მეშვეობით. ძალიან კარგია. ამ Facebook გვერდს თქვენ ამუშავებთ, მარიამ, თუ ყავთ სოციმედია მენეჯერი? არა, ჩვენ თვითონ ვამუშავებთ ამ გვერდსაც. მე და ჩემი მაზლისწოლი ნონა. დიახ. გასაგებია. ესე იგი, თავიდან ბოლომდე გაქვთ თქვენ ორ ადამიანს აღებული ეს პასუხისმგებლობა და თქვენ თვითონ წარმართავთ. უკვე რამდენი ხანია რაც თქვენი შოურუმი არსებობს, როგორც ფიზიკურ სივრცეში გახსნილი? ჩვენ უკვე 3 წელია გვაქვს შოურუმი. მარიამ, საინტერესოა ბოდიშით გაწყოდინებთ, საინტერესოა შოურუმის გახსნამდე გქონდათ თუ არა კერძო შეკვეთები და მუშაობდით თუ არა სახლიდან? მე გამომწერი ვიყავი და ვარ დღემდე და გამოწერის მხრივ მქონია შეკვეთები, მაგრამ მე მაშინ კერავი არ ვიყავი და კერვის შეკვეთებს არ ვიღებდი. შემდეგ როცა დავამატეთ ჩვენს მაღაზიაში ეს მომსახურებაც, რა თქმა უნდა, გვაქვს ონლაინ შეკვეთები კერვის მხრივაც და ჩვენ შეკერილ ნივთებსაც ვაგზავნით ხოლმე. ეს არის არა მხოლოდ კაბები და სადღესასწაულო კოსტიუმები, არამედ არის ჩანთები, არის ძაღლის ტანსაცმელი, არის ძალიან საინტერესო რაღაც ბრძანეთ ხლა. ესე იგი შინაური დიახ, ესე იგი შინაური ცხოველების ტანსაცმელსაც კერავთ. კი, დიახ. საინტერესოა, მიგიღიათ თუ არა მონაწილეობა რაიმე ღონისძიებაში, გამოფენაში, ან თუნდაც ჩვენებაში? ჩვენ ხშირად ვაწყობდით
კასპის კოლეჯში, როდესაც კერვას ვსწავლობდი, მე და ჩემი მასწავლებლები, ჩემი კურსელები ხშირად ვაკეთებდით ხოლმე გამოფენებს, ასევე ჩვენებებს, ჩვენ რასაც შევკერავდით, იმას მოვირგებდით და ფოტოსესიებიც გქონდა. ასევე ქალბატონი თია ხორბალაძის ინიციატივით მივიღე მონაწილეობა კასპის საახალწლო კონცერტის გამოფენა გაყიდვაზე, სადაც ჩემი ნამუშევრები გავყიდე, ჩოხები და აქსესუარებიც. ანუ გამოფენა გაყიდვაშიც გაქვთ მონაწილეობა მიღებული და გამოცდილება თუნდაც იქაც გაგიყიდა თქვენი ნამუშევრები. გამოცდილებაც და სამომავლოთაც ვგეგმავ, რომ კასპელი ეს ხელნაკეთი ხელნაკეთ აქსესუარებს თუ ნივთებს ვინც ამზადებს, მათთან ერთად ვაპირებ, რომ მეც მივიღო მონაწილეობა კასპის სახელით სხვადასხვა გამოფენა გაყიდვებზე, არა მხოლოდ კასპში, არამედ სხვა ქალაქებშიც. დიახ, მარიამ, კასპის მუნიციპალიტეტში ნამდვილად ბევრი მეწარმე ქალბატონია, რომელსაც არაჩვეულებრივი ნამუშევრები აქვთ. რა თქმა უნდა, ხელნაკეთი ნამუშევარი მოგეხსენებათ არის უპირობოდ ორიგინალური, განსხვავებული და ძალიან კარგი იქნება თქვენს თუ უფრო აქტიურად ჩაერთვებით და აქტიურად მიიღებთ მონაწილეობას. დიახ. მარიამ, თუ შეიძლება გაგვიზიაროთ თქვენი ერთი სამუშაო დღე. როგორ მიმდინარეობს? დილით რა თქმა უნდა იწყება ყავის დალევით. დიახ. სახლში არ მივირთმევ ხოლმე, მინდა რომ აქ წყნარად მშვიდად დავჯდე მივირთვა. შემოდიან ჩემი მეგობრებიც და ერთად მივირთმევთ ხოლმე. სასიამოვნო დღეს ვუსურვებთ ხოლმე ერთმანეთს. სამუშაო დღე ზოგადად ძალიან დამღლელია, იმიტომ რომ შემოდის სხვადასხვა ხასიათის განწყობის ადამიანი და ყველა კარგად ყოველ შეგვხდება. ხო და თუმცა მე ისე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, რომ დამღლელთან ერთად ძალიან სასიამოვნოც არის ხოლმე, სასიამოვნო დაღლილი ვარ ხოლმე დღის ბოლოს და დაახლოებით დღეში რამდენ მომხმარებელს იღებთ? და კიდევ საინტერესო იქნება წლის რომელი მონაკვეთია უფრო მეტად დატვირთული თქვენი შოურუმისთვის, აი ესეც რომ გაგვიზიაროთ. უფრო მეტად დატვირთული არის ხოლმე სექტემბერში, არის ხოლმე დეკემბერში, როდესაც კარნავალებია საახალწლო და ასევე მაისში, როდესაც უკვე ამთავრებენ წელს ხურავენ და მაშინ რაღაც ზეიმები და ღონისძიებები აქვთ და ძალიან ბევრი კლიენტი გვყავს ხოლმე. საინტერესოა გაგვიზიაროთ ძირითადად, როდესაც კერავთ მოდელს, შესაძლოა ქალბატონისთვის ან ბავშვებისთვის, თქვენი ძირითადი ინსპირაციის წყარო რა არის? მიყვებით მოდის სტანდარტებს ძირითად შემთხვევაში, თუ გააქვთ თქვენი სტილი, თქვენი შთაგონების წყარო? როდესაც არ ვკერავ შეკვეთას და ვკერავ მაღაზიისთვის, კაბას მაგალითად, შესაძლოა იყოს 3-4 მოდელიდან აღებული დეტალები და ეს დეტალები ერთმანეთს შევუხამო და ესე რაღაცა შევქმნა. შეიძლება 4 მოდელიდან 1 მოდელი შევქმნა კონკრეტულად. ესე სიმართლე გითხრათ, არ მაქვს რაღაცა განსაკუთრებული ხედვა, თუმცა მყავს მეგობრები, ვისაც აქვთ თავისი ხედვა. ხო და რა ვიცი, თვითონ კლიენტი რო შემოდის, ახლა ისიც მეუბნება როგორი უნდა, რა უნდა და ამის მიხედვით ცოტას მეც ვურჩევ, ცოტას თვითონ მეუბნება და ერთობლივად გამოდის ხოლმე ძალიან ლამაზი მოდელი. მეც ყოფილი ვარ ხოლმე და კლიენტიც. დიახ, ანუ ძირითადად კერავთ თქვენ ინდივიდუალურად მორგებულ კლიენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე და თქვენს ინსპირაციასაც ურთავთ მაინც, იმიტომ რომ თქვენ რჩევებს, თქვენ დეტალებს, დიახ, თქვენი დეტალები შეგაქვთ მოდელის საბოლოო ფორმაში, ასე რომ ვთქვათ. აი მაგალითად კლიენტი რომ მოდის, მეუბნება რა უნდა, მაგრამ რა გინდა ერთია, ის უნდა მოირგო, უნდა გიხდებოდეს
და მკერავმა იცის შენ ეს მოგიხდება თუ არა და აქედან გამომდინარე გაძლევს რჩევას და ეს ერთობლივად შევჯერდებით ხოლმე რაღაც კონკრეტულზე. გასაგებია მარიამ. თუ შეიძლება ახალგაზრდებს რომ გაუზიაროთ თქვენი რჩევები, როგორ შეიძლება გახდნენ წარმატებულები ამ სფეროში, თუნდაც ადგილობრივ დონეზე და შიდა მიგრაციით არ გადავიდნენ სხვა ქალაქში ამ პროფესიის გამო. რადგან რაზეც თქვენ ისაუბრეთ ამ გადაცემაში, ძალიან საჭიროა კასპის მოსახლეობისთვის და დიდი კომფორტიც არის, რომ ადგილობრივ დონეზე მიიღონ ეს მომსახურება, ასე რომ ვთქვათ, მუნიციპალიტეტიდან გასვლის გარეშე. რა ძირითად რჩევას და მიმართულებებს მისცემდით თქვენი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე. დიახ. ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ კასპის პროფესიულ კოლეჯში სრულიად უფასოდ ისწავლება არა მხოლოდ კერვა, არამედ უამრავი ძალიან კარგი ხელობა ისწავლება და ვურჩევ, რომ აუცილებლად აირჩიონ თავისი საკუთარი ხელობა, რასაც შეისწავლიან. გარდა იმისა, რომ ისწავლიან უნივერსიტეტში და გახდებიან უმაღლეს დამთავრებული პროფესიონალი რაღაც თავის საქმეში, აუცილებელია გქონდეთ ხელობა, საყვარელი საქმე. მე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე და ვისურვებდი, რომ სხვებმაც შეიყვარონ ეს საქმე და არა მხოლოდ ეს საქმე, საერთოდ ხელობას ვგულისხმობ, ნებისმიერი არ აქვს მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ცხოვრების მანძილზე ექნებათ უამრავი სირთულე და წინაღობა, მაგრამ ამას არ უნდა შეუშინდნენ. წინააღმდეგობები იმიტომ ხდება ჩვენს ცხოვრებაში, რომ სტიმული მოგვეცეს და წინ იარონ, რა თქმა უნდა, აუცილებლად წინ უნდა იარონ სირთულეების მიუხედავად. სირთულე უნდა იყოს სტიმული ჩვენს ცხოვრებაში და რა თქმა უნდა, სირთულეების მიუხედავად კარგი იქნება თუ წინ და წინ ივლიან და უკან რომ მოიხედებიან, დარწმუნებული ვარ, ძალიან კმაყოფილები იქნებიან საკუთარი თავით. ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. მარიამ, ძალიან დიდი მადლობა მიღებისთვის, თქვენი გამოცდილების გაზიარებისთვის. დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდა და არა მხოლოდ ქალბატონი მსმენელებისთვის თქვენი გამოცდილება იქნება ნამდვილად მაგალითი და თუნდაც გახდება ინსპირაციის წყარო, რომ მიაღწიონ უფრო მეტ წარმატებას და ამ სფეროში ადგილობრივ დონეზე შეგვიძლია ჩვენ მივიღოთ მაღალი კვალიფიკაციის განათლებაც, როგორც თქვენ ბრძანეთ თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე და შეგვიძლია ვიმუშაოთ ადგილობრივ დონეზე და განვავითაროთ ჩვენი საყვარელი საქმიანობა. კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს და მადლობა მიღებისთვის. დიდი მადლობა თქვენ ჩემთან მობრძანებისთვის. თქვენს წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის.